მოგესალმებით აბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ დღეს ჩვენი სტუმარია დოქტორი მუჰამედ ჩაფიკი დოქტორი მუჰამედ ჩაფიკი გახლავთ ნაზარეთ კოლეჯის ისლამისა და რელიგიის კვლევების პროფესორი ის ასევე გახლავთ ნაზარეთ კოლეჯთან არსებული ინტერრელიგიური საკითხების კვლევისა და დიალოგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის მოგესალმებით საქართველოში ჩვენთვის ეს პატივია და პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას რომ გავაცნოთ, რას მოღვაწეობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა არის თქვენი საქართველოში ვიზიტის მიზანი. And I thank you for inviting me here to the studio. And I see a lot of young people working here. I'm really proud of that. That's the future of Georgia. And similarly, if you look into my office, if you have to come to New York State, Nazareth College is located upstate New York, Rochester, New York. You can see in my office a lot of young people. I believe on the potential of young people. That's the future of the world, future of Georgia, and Israel's future. და საქართველოსი და თქმა უნდა ამერიკელებისაც და სხვებისაც. მე თავად რაც შემეხება ახალგაზრდა რო ვიყავი ქალაქში არ ვიზრდებოდი. ჩემ მშობლებს განათლება საერთოდ არ გააჩნდათ. The tribal belt of Pakistan and გარკვეული ტომობრივი გაერთიანება იყო პაკისტანის და ავღანეთის საზღვარზე და თავისებური კულტურით. 76-ში ჩამოვედი ამერიკაში. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, მიხარიოდა რა თქმა უნდა. მე ჩამოვედი სასწავლებლად მაგისტრატურის და დოქტორანტურის და სამთავრებლად რელიგიის საკითხებში. 1 სექტემბერში როცა გაიხსნა ნაზარეთის კოლეჯი, ფილადელფიის ეს არ იყო ნაზარეთი, ფილადელფიის ტემპორალ უნივერსიტეტი. ათასობით სტუდენტი 32,000 სწავლობდა მგონი მაშინ და თქვეს რომ შეიძლება დაიხუროს ეს უნივერსიტეტი რადგანაც დაფინანსებას ვერ ვიღებდო შტატისგან ათასობით ადამიანი პროტესტით გამოვიდა უნივერსიტეტის წინ და ვიფიქრე რომ მე მესამე სამყაროს ქვეყნიდან ვარ ჩვენთან პროტესტი უფრო აგრესიის წინააღმდეგ არის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული და გადადის აგრესიაშიც და როცა ვუყურებდი ამ პროტესტის სახეს იყო სტუდენტთა კომიტეტის თავმჯდომარე სხვა ლიდერები ისინი საუბრობდნენ როგორ გადაეწყვეტათ დაფინანსების საკითხი რომ უნივერსიტეტი არ დახურულიყო და მივიდნენ დასკვნამდე რომ მოდით დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას მივწეროთ პეტიცია წერილი დავსხდეთ ერთად გავაგზავნოთ დელეგაცია და კონგრესთანაც დავილაპარაკოთ შტატის. ჩემთვის ძალიან განსაცვიფრებელი იყო მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ჩამოსულს, სადაც დიალოგი არ არსებობს. თუ პრობლემა ხალხი ამას ცდილობს ნგრევით უპასუხოს და უიმედობით პასუხობს. აი ეს იყო ჩემთვის თვალები გამიხილა ამერიკაში. ეს იყო 1 სექტემბერი 1976 წელი. შემდეგ სტუდენტი რო ვიყავი, მე ვსწავლობდი რელიგიას, იუდაიზმს, ქრისტიანობას, ისლამს და სხვა ცივილიზაციურ რელიგიებს, აგრეთვე ადგილობრივი ან ინდიელების რელიგიებს. მე მომიწია ეკუმენიკურ ბიბლიოთეკაში. თქვენ იცნობთ ეკუმენიის ხო ამ ცნებას? ეს არის ქრისტიანობა როგორც სოფლიო რელიგია და კითხულობდი სტატიებს ბიბლიოთეკაში მოდიოდნენ სხვა სტუდენტები მაგრამ კითხულობდი და კითხულობდი This was first time to understand პირველად გავიგე მაშინ როგორ განსხვავებდა სხვადასხვა დენომინაცია ქრისტიანული დენომინაცია თქვა პროტესტანტიზმის განსხვავდება თავის თავში რადგანაც კათოლიკეები მაშინ კი უკვე დაიწყო ეკუმენიკური დიალოგი მაგრამ 76-ში მანამდე კი თუ 1930-იან წლებს ნახავთ 40-იან წლებს ეკუმენიკური დიალოგი მომდინარეობდა ინიციატივა უფრო პროტესტანტებისგან და მე უყურებდი როგორ ვითარდებოდა ეს დიალოგი ჯერ დაიწყეს პროტესტანტებმა ერთმანეთს შორის მოლაპარაკება
თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში შევხედათ პრესბიტერიანებს არ უყვარდათ მეთოდისტები, ბაპტისტები არც ეს და იყო დიდი უსკროლი ამ სხვადასხვა დენომინაციას შორის და And then I went to ecumenical conferences. The first conference I attended was 78 ეკუმენიკურ კონფერენცია 78-ში იყო პირველი ქალაქ ნიუ-იორკში. I was with my Jewish professor. გავიცანით ჩემი ებრაელი პროფესორი. I said to my Jewish professor, the Muslims and the Jews are all ecumenical. თურმე მუსლიმანების და იუდაისტებიც ეს არის ყველა რატო ვესწრებით ჩვენ? ეს ხო ქრისტიანობას ეხება ეკონომიკას, მაგრამ ამან შეცვალა ჩემი სოფხედველობა რომ დავინახე როგორ ეხმარება დიალოგი ადამიანებს. კი, დენომინაციები ქრისტიანობაში, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ მივიდნენ თანარსებობამდე, როგორ დახმარებოდნენ ერთმანეთს, როგორ დალაპარაკებოდნენ და ეს მივიდა საერთო გაგებამდე. მაშინ არ იყო რელიგიებს შორის ინტერრელიგიური დიალოგი, მაგრამ მაშინ ჩაისახა სწორედ ის, რომ his name was he just recently died ახლა გადაიცვალა პროფესორი ზარმან შახტა ახლა ხანს გადაიცვალა was very interested in Jewish mysticism ძალიან საინტერესო იუდაისტურ მისტიცისტური მისტიკი იყო და მან თქვა ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ რომ იუდაისტები შეუერთდნენ მუსლიმები შეუერთდნენ და სხვებიც უნდა გავხსნათ კარები what's the ecumenical dialogue is ეკუმენიკური დიალოგი to see the same thing worldwide რაკი წარმოიწყო ეს განვითარდება სოფლიოს მოედება the Catholic Declaration of the Council Vatican Council II finally acknowledged Judaism კათოლიციზმიც აღიარა და იუდაიზმიც აღიარეს როგორც ღმერთის რელიგია და სხვა რელიგიები შეერთდა ინდუიზმი ბუდიზმი ეს გაიხსნა დიალოგი და ანუ ეკუმენიზმმა გახსნა კარები რაც საბოლოოდ ინტერრელიგიურ დიალოგში გადაიზარდა და რა თქმა უნდა ამაში წვლილი შეიტანა სოფლიო საბჭომ ეკლესიათა სოფლიო საბჭომ 82 წელს დავიცავით სადოქტორო დისერტაცია მანამდე დავდიოდი სხვადასხვა ეკლესიებში გავიცანი ბევრი მამა მრევლი გარდა ამისა სინაგოგებში დავდიოდი რაბინები გავიცანი მათი მრევლი და შემდეგ 91 წელს შეიქმნა ფორუმი ინტერრელიგიური და ყველა დენომინაცია ყველა სხვა რელიგიის შეუერთდა მას 35 სხვადასხვა რელიგია და მეც მივიღე მონაწილეობა 91 წლიდან 1991 და შემდეგ 94 წელს I said to some of my Christian friends we sit as ქრისტიან მეგობრებს მიმართ ჩვენ თითქოს ლიდერები ვართ ამ ფორუმზე კი კარგია ჩემი წინადადება იყო რომ ჯერ გაგებას მივახციოთ ხელმძღვანელებს შორის მაგალითად ქართულისათვის ქართველებს ესე მიმართავდი რომ Orthodox leadership is involved. I have a great რომ ჩართულია მართლმადიდებელი ხელმძღვანელობა, მართლმადიდებელი ეკლესიის. მე ბევრი კარგი მეგობარი მყავს მართლმადიდებელს შორის. მამები, ეკლესიის მამები. და მართლმადიდებელი იერარქია, მუსულმანური იერარქია, განსაკუთრებით საღვთელოების დონეზე და სხვა ლიდერები. პირველად მათ უნდა დაილაპარაკონ. საერთო გაგება შექმნან. და სწორედ ამას დაერქვა ფორუმი ინტერრელიგიური. Somewhere 89 or 90. სადღაც 89-ში, 90-ში შეიქმნა დიალოგი ინტერრელიგიური. ახლა ხანს და ლაპარაკი იყო რატო არის წმენდათა შორის და არა ინტერრელიგიური დიალოგი. შემის გაგებით ინტერრელიგიური არის შეზღუდული. ეს არის მხოლოდ აღიარებული რელიგიებით შემოიფარგლება. რადგანაც ჩვენ ვასწავლით ეს არის წმენა, ეს არის რელიგია. წმენა შეიძლება
აღიარო ნებისმიერი რწმენა იყო. რელიგია უფრო ორგანიზებული, ინსტიტუციონალიზირებულია. და ამიტომაც include all Christian denominations. Interrწმენის დიალოგი მან მოიცვა ყველა ქრისტიანული დენომინაცია. მაგრამ თუ დაარქმევდი ინტერრელიგიურ დიალოგს, მაშინ იქნებოდა წარმოდგენილი იქნებოდა 3-4 წარმომადგენელი თითოეული რელიგიიდან. ანუ ზღუდავდა მონაწილეობას. ასე თუ ისე That's why I think the word interfaith is used. გამოიყენება ტერმინი ინტერრწმენა და რომ ნებისმიერი რწმენის ჯგუფი შეუერთდეს დიდი იქნება ის თუ პატარა რომ ამ ფორუმზე იმსჯელოს და მივიდეს საერთო გაგებამდე. მაგრამ მე მინდოდა ფართო მასებთანაც დალაპარაკება. ახალგაზრდებთან 94 წელს ქრისტიან ლიდერებს შევხვდით და ვიფიქრეთ, როგორ შექმნა კომისია ქრისტიან მუსლიმთა ურთიერთობის. აი, მაგალითად, ჩვენ ცენტრში დიალოგის ცენტრში არსებობს კომისია. ეს არის ქრისტიანულ-მუსულმანურ ურთიერთობა. 93 წელს შეიქმნა და შემდეგ წესდება დამტკიცდა 94 წელს. მან შვენიერი საქმე გააკეთა. დაბალ დონეზე დაუკავშირდა მოსახლეობას. როდესაც ხელმძღვანელები გადაწყვეტენ ხალხს დაელაპარაკონ და სხვადასხვა ლექციების დაფინანსებას ეწევიან. ანუ ქრისტიანობა ან ისლამი. ან ქრისტიან მუსლიმთა რომ მუსულმანებმა გაიგონ ქრისტიანობის ანაბანა და პირიქით. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ. ამას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა. და and also the media became very important there. Mass media ჩაერთო ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ზოგი მოეწინააღმდეგებოდა. მე შემიძლია მაგალითებიც მოვიყვანო ამისა. 97 წელს სადღაც ერთი დიდი გაზეთი აქვეყნებს წერილს, რომ იქნება დისკუსია ქრისტიანულ-მუსულმანური დიალოგის მე თანაც იმამიც ვიყავი. ძალიან ლამაზი ადგილია ეს. სადაც 300-400 ადამიანი გამოცხადდა და რა კი ეს გაზეთში დაიბეჭდა ზოგიერთმა კითხა მიმარჯვენეები, რადიკალები, მუსულმანები და ქრისტიანები, ორივე for example და მაგალითად those who do not participate in the dialogue among the Christian side who think ისინი ვინც არ მონაწილეობს ქრისტიანების მხრიდან დიალოგში ფიქრობენ რომ ეს არის წვალებლობა ერეტიზმი. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა თქვენთვის ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში არა მხოლოდ ქრისტიანი არამედ მუსლიმი მიიჩნევს რომ ეკუმენურ დიალოგში მონაწილეობა არის კომპრომისი საკუთარ რწმენასთან იმ ჭეშმარიტებასთან, რომელსაც ატარებს მისი რწმენით მისივე რელიგია. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ეკუმენური დიალოგი და გამოვიდა მსოფლიო საეკლესიო კრებიდან 1997 წელს, იმიტომ რომ მიიჩნეოდა, რომ იქ ყოფნა ეს იქნებოდა ერესი მართლმადიდებლობაში. მათ შორის არიან ის მუსლიმებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მაგალითად ბაპტისტურ ეკლესიასთან ერთად ლოცვა რაც ხდება საქართველოშიც არის ერესი. რას ეტყოდით ამ ადამიანებს, როგორ შეიძლება ჩვენ გქონდეს ურთიერთობა და დიალოგი ისე, რომ არ განიხილებოდეს ეს ყველაფერი ერესად, როგორ ვიპოვოთ ეს შეხების წერტილი ერთმანეთთან ისე, რომ არ დავთმოთ არაფერი იმ რწმენისგან, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ჭეშმარიტად. It's a very good question. ძალიან კარგი კითხვა. You know, if you look into America, it's a very educated country. ამერიკას ავიღებთ ძალიან განათლებული ქვეყანა. რელიგიურიც არის და განათლებულიც. But even in America, ამერიკაშიც კი არის ძალზე განათლებული
მაგრამ იქაც კი ეს ჩანასახობრივ ბავშვურ მდგომარეობაში ინტერწმენის ამას ჭირდება განათლება გაგება ბევრი ადამიანი როდესაც ახალი ტერმინი ჩდება ხალხი ეჭვით უყურებს ანუ რა არის ეს რას აპირებენ ინტერწმენა არის შვილი არის ბავშვი თუ ამერიკაში ჩამოხვალ 11 სექტემბრის შემდეგ აი ეს ჩვენი ნაზარეთის კოლეჯის ცენტრი შეიქმნა 11 სექტემბრამდე მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ასეთი ფაკულტეტები გაჩნდა ყველა უნივერსიტეტში თითქმის ყველა მე დავბრუნდები ამ საკითხს და აი მაგალითად შავკანიანი ამერიკელებიც სწავლობენ ამას ანუ განათლება უნდა ასახოს ის პრობლემატიკა რაც არსებობს საზოგადოებაში მაგალითად გენდერი რასობრივი საკითხები ამერიკაში ეს არსებობს ამიტომაც ჩვენთანაც ტარდება ქალთა საკითხების სწავლა გენდერული საკითხების აფროამერიკელების მსგავსადვე რა კი ეს გლობალური სახასიათისაა ეს დიალოგი უწმენეს სხვადასხვა დენომინაციას შორის უნივერსიტეტებში და კოლეჯებში შემოვიდა ეს ფაკულტეტი. ამიტომაც მომავალი თაობა ამერიკელების იქნება გლობალური გაერკვევა პრობლემატიკაში, რადგანაც რელიგია დღეს გადამწყვეტ როლს თამაშობს სოფლიო გამოღვიძებაში და კულტურაში. ხალხი უფრო რელიგიური ხდება და ამიტომაც რომ მომავალი თაობა შეძლოს გარკვევა. რა თქმა უნდა, ამის ოპოზიციონერებიც არსებობენ ამ დიალოგში. ჩვენ ვეუწოდებთ მათ მემარჯვენე რადიკალებს. მემარჯვენე რადიკალი ქრისტიანები მე არ დავასახელებ. მუსულმანების რადიკალები, იუდაისტები, ინდუისტები, ბუდისტები და სხვაებიც. ეს პურიტანული მოძრაობა, მაგრამ პურიტანული ნიშნავს რომ მათ ეშინიათ რომ ხელი ჩამოართონ სხვა რადგანაც ამით დაკარგავენ თავის სიწმინდეს. მაგრამ ეს დიალოგი ემსახურება შენი საკუთარი რწმენის გაგებას. როცა მაშინ ჩაერთვები, უკეთესი ქრისტიანი რომ გახდე, უკეთესი მუსულმანი გახდე, უკეთესი იუდეისტი, იუდეველი. ჩემ გამოცდილებიდან მე მაგალითად მინახავს ხალხი რომელიც არ იღებენ ქრისტიანობას ჩემი სტუდენტები მე არ წამსო აი ამის არ წამსო მე დაბადებული ვარ ქრისტიანად დაბადებული ვარ მუსულმანი მაგრამ არ მივსდევ ამ რელიგიას მაგრამ შემდეგ როცა გაერკვევიან რელიგიაში პრობლემა ზოგიერთი ჩვენთაგანისათვის არის რომ ჩვენ ცოტა საშიშად წარმოვადგენთ რელიგიას ხალხს ვაფრთხობთ ამას და როდესაც ჩვენ საუბრობთ მასზე სხვა კუთხიდან, რომ რელიგია არის მშვიდობა, სიმშვიდე, სულიერება, ღმერთთან კავშირი, შემოქმედთან კავშირი. მაშინ ეს წარდაცი მომხიბლავის სახით წარუდგება მათ და სტუდენტებიც და სხვაებიც მართლა აფასებენ ამას და ამიტომაც პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრი მათგანი მე მაგალითად მუსულმან საღვთელოებასთან მქონიათ საუბარი, ისინი არ ფიქრობენ, რომ interfaith civil religion means to unite it all religions into one place dialogi იქნება გარკვეული კონგლომერატი ყველა რელიგიისა ანუ სამოქალაქო რელიგია რომ ეს იქნება ერთ ნაზავი ყველა რელიგიისა ისინი ამას არ ფიქრობენ ნუ რომ შენ დათმოშენი საკუთარი რელიგია უბრალოდ გწამდეს ღმერთისა და არ არის საჭირო განა სხვაო ეს მუსულმანურია თუ ქრისტიანი არა ამას არ ემსახურება ეს დიალოგი პირველი პრინციპი ამ დიალოგის არის ის თუ შევერთი მას იყავი კაი ქრისტიანი კარგი ქრისტიანი რომელიც იცავს და ერთგულია თავის საკუთარი რწმენისა იყავი კარგი მუსულმანი იყავი კარგი იუდეველი მუნწმუნე და ეკლესიური ქრისტიანი მუსულმანი და იუდეველი ან ნებისმიერი სხვა დენომინაცია ინდუისტი ბუდისტი რადგანაც
Interfaith dialogue is a discussion of წმენდთა შორის დიალოგი ეს არის მსჯელობა წმენაზე და თუ ასეთი მსჯელობა არსებობს შენ ერთგული უნდა იყოს საკუთარი წმენისზე და დისკუსია არ ნიშნავს რომ დათმო ის რაც შენ ხარ არამედ რომ გაერკვე საკუთარ რელიგიაში და სხვებისგანაც გაიგო რას წარმოადგენენ ისინი თუ ჩვენ ერთმანეთს გავიცნობთ და დავახლოვდებით, ხო ერთმანეთი უნდა ვიცოდეთ. შემდეგ ჩამოვართმევთ ხელს, შემდეგ დავმეგობრდებით. თუ ერთმანეთს არ ვიცნობთ, უცხოები ვართ, მაშინ აქ იქნება თავშეკავება. ამიტომაც წმენდთა შორის დიალოგი მანუ გაუცხოება უნდა მოსპოს და ერთმანეთს გაგება, ერთმანეთის საზოგადოებაში გარკვევას ხელი შეუწყოს. არა დაამციროს ხო ის რწმენა პროზელიტიზმი აქ არ იგულისხმება თუ ნებისმიერი ვინც შეუერთება ამ დიალოგს შეეცდება პროზელიტიზმ რომ გადაიბიროს სხვები ეს არ არის ნამდვილი დიალოგი წმენდთა შორის ეს არის დიალოგი ეს არის სწავლა გაგება სხვის გაგება და peaceful relation შვიდობიანი ურთიერთობების აგება შენი როგორც შენი წმენის წარმოადგენლებს ნუ მიყურებს ხალხი რომ ხელს ვართმევ და ვეხვევი პატრიარქებს მამებს განსაკუთრებით ამერიკაში კათოლიკი ეპისკოპოსები ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ that I'm not a good Muslim. რომ მე კარგი მუსულმანი არა ვარ. ხოლო ის კიდე ცუდი ქრისტიანია. რადგანაც კაცობრიობა ერთიანია. ჩვენ უნდა ერთად გვწამდეს და პატივსცემდეს კაცობრიობას. ჩვენ გვაქვს საკუთარი რწმენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა დავგმოთ კაცობრიობა. რადგანაც სამყაროს შენარჩუნება თუ რწმენა დაუპირისპირდება სამყაროს შენარჩუნებას, კაცობრიობას, ეს არ არის ნამდვილი რწმენა. ეს არ არის რწმენა საერთოდ. რადგანაც ეს ჩვენი ვალია, კაცობრიობის ვალია, რომ შევინარჩუნოთ ეს სოფლიო. გარემო. შემოქმედის მიერ გაჩენილი სამყარო და ყველანი ვინც ცხოვრობს დედამიწაზე. ანუ მთავარია ჰუმანურობა, კაცობრიობა. ეს იქნება ქრისტიანული თუ გავიხსენებთ ბიბლიას, იუდაისტურ ბიბლიას და ქრისტიანულ, რომ ღმერთმა შემქნა სამყარო. ჩვენ ყველა ღვთიურები ვართ. მე მიყვარ ხარ. მე შენში ვხედავ ღმერთის ქმნილებას. My religion should teach me to love humanity. ჩემ რელიგიამ უნდა მასწავლოს კაცობრიობის სიყვარული. თუ არ მასწავლის, მაშინ არის პრობლემა. An understanding of the religion. ხოლო გარკვევა რელიგიაში, ანუ გარკვევა რელიგიაში რაღაც პრობლემაა ამაში, რომ არ გვესმის. ამიტომ წმენდთა შორის დიალოგი არ არის კომპრომისი. პირიქით, ეს არის ულახდილობა შენ საკუთარ წმენასთან. დიალოგის დროს ჩვენ ერთმანეთს გავიცნობთ. So that I can ვერ ყვევით ერთმანეთში რომ how to reach you how to talk მე მეცოდინება როგორ შეიძლება შენთან დალაპარაკება და ცხოვრობთ როგორც მოყვასები როგორც მეზობლები რადგანაც ღმერთი გვეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი ყველა რელიგიაში არის ეს იუდეველობაში მუსულმან რელიგიაში ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია საქართველოში ჩვენ ძალიან ბევრი რამის გააზრებას ვიწყებთ აქ და ახლა. ჩვენ ვიწყებთ იმ თავისუფლებების, იმ პრინციპების გააზრებას, რომელიც უკვე საუკუნეებია ამერიკის შეერთებულ შტატებში არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არსებობს გარკვეული უფლებადარღვევების ფაქტები, არსებობს ისლამოფობია, არსებობს გაუცხოვება კონფესიებს შორის. ჩვენთვის მაინც პრობლემურია და მაინც შორს დგას ისეთი სისასტიკე და ზიზღი, რასაც ვაკვირდებით მოსულში, მაგალითად. სულ რაღაც 1000 კილომეტრში ჩვენგან. ეს
ეგრეთ წოდებული ხალიფატი აღმოჩნდა ძალიან მიმზიდველი მრავალი ქართველისთვის, საქართველოს მრავალი მოქალაქისთვის. როგორ უნდა დავარწმუნოთ ქართული საზოგადოება, რომ ისლამი არ არის რელიგია, რომელიც ქადაგებს ძალადობას, მაშინ, როცა ქრისტიანობის სახელით დღეს ნაკლებ დანაშაულს, ნაკლებ სისასტიკეს ჩადიან, ვიდრე ისლამის სახელით. დიახ, ჩვენ ვიცნობთ ბრეივიკს, ჩვენ ვიცნობთ კუკლუქს კლანს, ჩვენ ვიცნობთ ძალიან ბევრ რადიკალ ქრისტიანს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს. აქედან გამომდინარე, მე სურს ქართულ საზოგადოებას უთხრათ, რა არის ისლამი და არის თუ არა ISIS-ის რელიგია ისლამი. I like to be with young people. მე ახალგაზრდები მიყვარს ახალგაზრდები. და მაინტერესებს ახალი იდეები და როგორ იზრდება ეს და უფრო ვრცელი სურათი იქნება. თუ შევხედავთ, მე ვასწავლი მსოფლიო რელიგიებს, ისლამსაც მათ შორის. Because I took course in St. Paul, so I remember I happened to memorize them because I didn't know much about St. Paul and his letters. I read again and again. მიწევს დამახსოვრება რელიგიურ ტექსტების, რადგანაც უნდა უპასუხო კითხვებს. მაგალითად, პაულეს ეპისტოლეები გალატელების მიერ თუ რომაელების თუ ავიღებთ ისლამს, ეს არის ჩვენ ვიზახეთ შალომ ალეიქემ. ეს არის იუდაიზმიდან გადმოსული. შალომ ნიშნავს მშვიდობას, ანუ სალამ ალეიქომ. ჩვენ მუსულმანები ვამბობთ სალამ ალეიქომ. შალომ და სალამ ეს არის ერთი და იგივე ძირიდან წამოსული, არაბული, არამეული, ეს ერთი ოჯახის ენებია, ძალიან ახლოს არის. Eli, lame sabachthani, ეს არის არამეული. ღმერთო, რატომ მიმატოვე? ანუ იგივე არაბულათაც. LL. რასაც იესო იძახის ჯვარზე. ქრისტიანობაში, როცა ეკლესიაში შევდით, ჩვენ გეუბნებიან მშვიდობით წახვალ, განსაკუთრებით ამერიკელები ამბობენ მშვიდობა. ალბათ ქართულად იქნება, ну, რა თქმა უნდა, შესაბამისი ქართული სიტყვა მშვიდობა. შალომ, სალამ, მშვიდობა. ეს არის ძირი. და ეს ძირი ეს არის ეპიტეტი. განსაზღვრელი ღმერთის, რადგან ღმერთი არის მშვიდობა, ღმერთი არის შალომი, ღმერთი არის სალამ. ანუ ამას ამბობს ბიბლია. ანუ ღმერთი არის მშვიდობა. ინგლისურადაც იგივე, რასაც რა თქმა უნდა ამერიკელი ქრისტიანი ესე იტყოდა. ღმერთი ask humanity to spread peace. თხოვს კაცობრიობას, რომ მშვიდობა განავრცოს, რომ მშვიდობა კონდეს თავის გულში და გარეთ სამყაროში. რაკი ჩვენ ქრისტიანები, ებრაელები და მუსულმანები ვამბობთ, ღმერთმა შექმნა სამყარო თავისი ხატისა და მსგავსების მიხედვით. ანუ ყველა ადამიანი ეს არის ღმერთის შექმნილი. აღიარებს იგი ღმერთს თავის შექმნელად თუ არა? ანუ თავად თავის არსებობით იგი ამტკიცებს ღმერთის არსებობას. ამიტომ კაცობრიობა ეს არის ღმერთის ხატი. აღიარებენ ისინი ამას თუ არა? მაგრამ კაცობრიობა ვალდებულია მშვიდობიანად იცხოვროს და მშვიდობა განავრცოს. და ამიტომაც ჩვენ რო ხვდებით ერთმანეთს ვამბობთ სალამ, შალომ, ანუ მშვიდობა იყოს შენ და See, if you look into that, that's the essence of religion. აი ეს არის თელი ძირი, თელი გული რელიგიისა. არა მხოლოდ ისლამის. You will say this is თქვენ ალბათ იტყვით religion actually. ეს არის რელიგიის გული. ანუ როგორ პასუხობს კაცობრიობა ღმერთის მოწოდებას. And if you go further to Islam, თუ ჩაუღრმავდებით ისლამს, beautiful verses are there in the Quran.
ძალიან ლამაზი სიტყვებია ყურანის სურებში. ادفع بالتي هي أحسن فإذا الذي بينك وبينه عداوة كأنه ولي حميم. Good and evil კარგი და ცუდი არ არის თანასწორი. უარყავი ცუდი. და მიიღე კარგი. You will see the one who opposes you. და მაშინ დაინახავ მტერს. დაინახავ ვინც იპირისპირდება თუ the evil with what is better with what is good. მოიშორებ ცუდს და მიიღებ კარგს. მაშინ იპოვი მტერს, რომელიც იპირისპირდება. და მაშინ ეს მტერი გახდება შენი მეგობარი. The Quran says it is a difficult task. ეს რთულია, ძნელია, რომ ყოველთვის უარი თქვა ცუდზე და მიიღო კარგი. That's difficult. რომ დადებითი იყო და რა უარყოფით ეს ძნელია, რადგანაც ადამიანის ეგოიზმი ამბობს, ყოველთვის კარგი ვერ იქნები, რადგანაც მაშინ სხვები გადაგივლიან. ნუ გეშინიათ. იყავი დადებითი, იყავი კარგი. რადგანაც ცუდი იესო ამბობს და მოხამედიც იგივეს ამბობს. თუ ვინმე მარჯვენაში გაგარტყავს, მეორე მარცხენა გაწვი მიუშვირე. და მუჰამედიც ციტირებას ახდენდა იესოსი. და შვენიერი სიტყვები. იგი ციტირებას ახდენდა იესოსი. მუსულმანებისთვის იესო ძალიან ახლოა ჩვენ გულში ზის. და ყველა წინასწარმეტყველი. But you know, he said my brother. იგი ამბობდა ჩემი ძმა იესო. Some people say Jesus is evil. And Jesus heard that from those people. He said these are good people. ანუ იესოს რომ მოესმინა მათთვის იტყოდა რომ კარგი ხალხია. მისი მეგობრები მიმდევრები. Jesus they are speaking evil about you and you are speaking good about you. ისინი ცუდსაც ამბობენ შენზე და კარგს ამბობენ და იესო ამბობა. Negativeness with me. მე ცუდი არ მესმის მათგან. Evilness with me. ჩემში არ არისო ცუდია და ამიტომ კარგი მესმის ხვებისგან. I have to say good because I don't have the other side. მე ვერ უპასუხებ მათ ცუდსო, რადგანაც მე მეორე მხარე, ბოროტი მხარე არ ამყავს. ანუ მყავს და ეს ძალიან ძლიერი სიტყვებია ყურანში. Every believer has to stand. ყველა მორწმუნე უნდა იყოს ასე ამბობს ყურანი. And that's what და ამიტომაც I believe the Abrahamic concept is about. მე ვფიქრობ, რომ აბრაჰამის თელი წამსი ამაში მდგომარეობს. What is happening in the world? რა ხდება მსოფლიოში დღეს? Each religion has been through ყველა რელიგია stages of life. გაიარა თავის განვითარების სხვადასხვა ეტაპი. I think we need to understand that უნდა გავერკვეთ, რომ ისტორიულად phases happened in Christianity. ის ფაზები, რომელიც მოხდა ქრისტიანობაში, იუდეველობაში, ინდუიზმში, ბუდიზმში და სხვა რელიგიებში. There are phases of life. არის ცხოვრებისეული ფაზები. ანუ გამოცდები ხდება თუ როგორ უნდა იქცეოდეს მორწმუნე გაჭირვებისას და კეთილდღეობისას როგორ უნდა იქცეოდეს. If you look into history, თუ შევხედავთ, გავიხსენებთ ისტორიას, the Cordoba civilization which we call Cordobas civilization. ეს არის ესპანური რენესანსი. The interfaith dialogue. We now call it the interfaith dialogue. მან განვითარდა წმენდთა შორის დიალოგი. მაიმუნიდები, მუსულმანი მეცნიერები და ქრისტიანები მეცნიერები ერთად ისხდნენ ალჰამბრაში და კორდობაში. და აი მთელი ესპანური შუასაუკუნეებრივი ცივილიზაცია გამომდინარეობს, ანუ ქრისტიანულ მუსულმანური დიალოგი. შემდეგ შეიქმნა წიგნები ბაღდადის ცივილიზაციაში აბასიანების დროს. There are a few books which I have quoted. ისინი მომყავს აი ჩემ წიგნში. აი ეს მას ეწოდება წმენდთა შორის დიალოგი. სამკვლევი მუსულმანებისათვის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მუსულმანებისათვის, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის. თუ რა წვლილი შეიტანეს მუსულმანებმა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში დიალოგისში.
as part of Abrahamic faith. როგორ მიეხმარნენ ხელახალგაზრდობაში ქრისტიანულ და იუდაისტურ რელიგიებს. In India, the Muslims ruled India for 900 years. მუსულმანები მართავდნენ ინდოეთს 900 წლის განმავლობაში. ალბირუნი და პირველი წლების მუსულმანი მკვლევარები ისინი ამბობენ, რომ ინდუიზმის მისაღები იყო როგორც ღმერთის რელიგია. ანუ ეს იყო არა მონოთეისტური რელიგია, მაგრამ ისინი აღიარებდნენ ამ. და როგორ ხდებოდა თანაარსებობა მუსულმანობის, ბუდისტებთან და ინდუისტებთან. მაშინ ისინი ძალადობრივად არ მოაქცევდნენ მუსულმანებად ინდუისტებს და ბუდისტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში 900 წელი ვერ გაძლებდნენ. რადგანაც ძალადობრივად თანაარსებობა არ არსებობს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყოდი, რომ მარტო მშვიდობა იყო მაშინ, მაგრამ ამან თავის წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციაში. და სხვათა შორის ტექნოლოგია, ახალ ტექნოლოგიურ მეცნიერებებს, რადგანაც მათი ძირი მოდის მუსულმანური ცივილიზაცია. რატო იქცეოდნენ ესე მუსულმანები და რატო არის დღეს რომ გვაქვს ISIS და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები? გული მეწურება როცა ამას ხედავ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ძალიან მტკივნეულია რომ რატო ხდება ეს? მაგრამ ისტორიას თუ გავიხსენებ და შემდეგ თანამედროვეობის შეხედებ, მაშინ ასეთ უიმედობას ვერ აღმოაჩენთ მუსულმანებს. ეს არის პოსტკოლონიზატორული რეფორმაციული პერიოდი აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის. თუ შეხედავთ კოლონიალიზმის შემდგომ პერიოდს, ბრიტანელებმა და სხვა კოლონიზატორებმა დატოვეს აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, ისინი ტოვებდნენ მას ამხარებს ისე, რომ ტოვებდნენ პრობლემებს. და ბევრი British, Oxford. ბევრი მთავრობა, რომელიც ბრიტანელების შემდეგ მოვიდა ძალაუფლებაში, მუსულმანები გარკვეულად შევიდნენ მან კოლონიზატორული პერიოდის შემდგომ დროს. ანუ აქ იყო ბევრი უიმედობა, უმწეობა. ანარქია ყველაზე დიდი პრობლემა. კაცობრიობისათვის ავტორიტარიანიზმი არის დესპოტიზმის გამოხატულება, დესპოტიზმში გამოიხატება და ჩაგვრაში. დემოკრატია ძლევს შანსს პიროვნებებს, რომ ისაუბროს თავისუფლად, ურთიერთობა თავისუფლად გოს და ერთმანეთს არ ეშინოდეს. ხოლო დესპოტიზმი, ავტორიტარიანიზმი სამხედრო რეჟიმები შეიძლება ვიღაცა მათგანი კარგია, მაგრამ როგორც წესი ისინი ჩაგრავენ ადამიანურ ჰუმანურ იდეებს, სიტყვის თავისუფლებას, რელიგიის აღსარებლობის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, რაც ბუნებრივი უფლებებია. ადამიანის საჭიროებებს შეხედავ, ადამიანს თავისუფლად საუბარი, აი მაგალითად ჩვენ აქ საუბრობ და რა თქმა უნდა მედიაც ზუსტად საუბარს ეხება, თავისუფლად საუბარს და რადგანაც თავისუფლებას მოაქვს შემოქმედებითობა, ჩვენ ერთმანეთს უფრო გავიცნობთ, ერთმანეთს ხელს ჩამოართმევთ და ხოლო დესპოტიზმში მათ ეშინიათ სიტყვის. შეიძლება რამე სიტყვი და ხოლ კიდე ციხეში ხარ, ანუ ყველას ეშინია. ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის. ხანდახან დეპრესიას, რადგან ადამიანი თავის აზრს ვერ გამოთქვამს. ეს ერთი რამ, რაც არის კოლონიალიზმის შემდეგ. ბევრი ქვეყანა ვერ ავითარებს დემოკრატიას. დემოკრატია პროცესი ეს დაიბადა დასავლურ ისტორიაში. და მას საუკუნეები ჭირდება სტაბილიზაციისათვის.
და მაგალითად საქართველოს შვენიერ ქვეყანა ასევე გარდამავალ პერიოდში რამდენიც მე მესმის ამერიკელს ჩამოსულს ასეთ შეშორდან ანუ დრო ჭირდება მოთმინება ჭირდება ამისათვის და ერთად უნდა ვიღვაწოთ რომ სტაბილიზაცია მოხდეს რა არის დემოკრატია თავარი მასში არის განათლება Most of the country, and I don't want to blame the colonialist for that. But you know what happened is there was education მაგრამ მაშინ იყო გარკვეული განათლების სისტემა, როცა კოლონიისტები ჩამოვიდნენ აფრიკაში და აღმოსავლეთში. Modern education system. მათ შექმნეს თანამედროვე განათლების სისტემა. But that was limited to big cities. ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებობდა. Even India doesn't have 100% literacy yet. 100% წერა-კითხვის ცოდნეობა არ არის გავრცელებული. 50%-ზე ნაკლებია. სიგნიერება. პაკისტანში 30%-ზე ნაკლებია. ანუ იმ ქვეყნებში სადაც გარკვეული დემოკრატია, აფრიკა ძალიან ჩამორჩება. სიგნიერება ნიშნავს კითხვის უნარს, დიდ განათლებას კი არა. ანუ გარკვეულ განათლებას. როგორც კითხარ ჩემშობლები გაუნათლებლები ვიყავ, ანუ კონდეს სოფლებში განათლებას ვერ მიიღებდი. ახლაც კი Pakistan now there is education villages. When education was when I was growing. განათლებული სოფლები. მე როცა ვიზრდებოდი პატარა რომ ვიყავი. Late 50s and 60s. 50-იან 60-იან წლებში გასული საუკუნის. The school teacher will come and take us from the village to take us to school. And the school was like 2 miles away from our village. სკოლა იყო სადღაც 7-8 კილომეტრის იქით. ძალიან ცოტა თუ შეეძლო იქ წასვლა ბავშვებს. There was no person educated at that time. ამიტომაც შემსოფელში განათლებული ადამიანი, ციგნიერი ადამიანი არ არსებობს. ეხლა გზები გაიყვანეს. ეხლა სოფელში სკოლაც არის, ანუ ინფრასტრუქტურა და განათლება. განათლება არის სინათლე. Education in Africa განათლება აფრიკაში. ამიტომაც არის რომ აფრიკა ასე ჩამორჩება. ამიტომაც არიციან, არც ისლამი არიციან, სხვა რელიგიებიც არიციან, გაუნათლებლობის ბრალი. ეს არის ავადმყოფობა. Education is light. განათლება სინათლეა. განათლება არის კეთილდღეობა. And partially these countries ნაწილობრივ ეს because of their ქვეყნები boundary issues they spent on military a lot instead of spending on education. პრობლემები აქვს. ისინი ფულს ხარჯავენ სამხედრო თავდაცვაზე და არა განათლებას და სანამ თქვენ გითხოთ მესამე პრობლემა რომელიც აი ამ რადიკალის წარმოშობს ეს არის კეთილდღეობის ანუ დოვლათის არათანასწორი განაწილება. მუსულმან ქვეყნებში მაგალითად არის ძალიან დიდრები. ძალიან მდიდარი რესურსებით. აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აზეთი. მაგრამ ეს ყველაფერი მთელი სიმდიდრე არის მცირეთა ხელში. დიდი უმუშევრობა, სიღარიბე, სიღატაკე. Very few are enjoying life while the rest ცოტა სუხარია ცხოვრება დანარჩენი კვდება შიმშილისაგან. This is a climate სწორედ აი ეს ქმნის გარემოს that has created რომელიც frustration among young people. უიმედობას იწვევს ახალგაზრდებში. უმწეობას needs to be changed. ეს უნდა შეიცვალოს. მე დარწმუნებული ვარ ეს არის გარკვეული ფაზა, ისტორიული ფაზა რომელიც for Muslims who understand the phenomenon. მუსულმანებისათვის ვინც საწესმის ამის არცი საქართველოს ადამიანები რომლებიც მიდიან ISIS-ში ან სირიაში საბრძოლველად არ გაურბიან შიმშილს ძალიან ხშირად. ისინი არ გაურბიან გაუნათლებლობას, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ძალიან დიდარი ქვეყანა, ჩვენ განათლების სისტემა მაინც გვაქვს. ისინი მიდიან იდეის გამო, რელიგიური მოტივის გამო. მე მესმის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს არის მართლაც ისტორიული ტრაგედია, სოციალური და ეკონომიკური პირობები, ფატალიზმი რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ არსებობს იდეა, ძალიან კონკრეტული რელიგიური იდეა, რომელიც შთააგონებს მრავალ ადამიანს, მათ შორის საკმაოდ მდიდარი, განათლებული ისლამური ოჯახებიდან ხელი მიჰყოს ძალადობას.
სწორედ ამიტომ მე სწორად გამიგეთ, მე მინდა ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად გაიაზროს და გაიგოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი იმ იდეაში არის რაღაც ცუდი. როგორ ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ამ იდეაში ცუდი არ არის, იმიტომ რომ თქვენც მუსლიმი ხართ, ისინიც თავს მუსლიმს უწოდებენ. თქვენ საუბრობთ ერთს, ისინი საუბრობენ აბსოლუტურად სხვა რამეს. თქვენ აკეთებთ ერთს, ემსახურებით ერთს, ისინი აკეთებენ სხვა რამეს. ჩვენ ვუყურებთ აი ახლა მაგალითად მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში და ვთქვათ ბაპტისტებს ამერიკაში. ისინი კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი ხოცვა ჟლეტვას არ აწყობენ. დებით, აი ეს უფრო კარგად რო გამოვკვეთოთ, უფრო ცხადად რომ ავუხსნათ საზოგადოებას. არის თუ არა ძალადობრივი ნაწილი ისლამში ისეთი, რომელმაც შვა ISIS. It's a difficult issue. ძალიან რთული საკითხია. მე გარდა ამისა ფსიქოლოგიურ young people დარიგებას ვეწევი. Are misplaced. Who did not have a good ვეხმარები იმათ ახალგაზრდებს, ვისაც რთული ბიოგრაფია აქვს, თქვათ, ნარკომანი ოჯახები ან თვითონაც ნარკომანი, ძიმე წარსული აქვს და ახალგაზრდა უიმედოებაში ვარდება. ანუ ნარკოლოგიურ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევ და სხვა სახის დახმარებას. ადამიანის პიროვნება, როდესაც უიმედობაში, უმწეობაში ეკითხება თავს, ვინა ვარ მე. ანუ ეს თვითონ წარმოქმნის პრობლემას. ეს არ გაძინებს. ანუ გიფხრობს, რატომ მემართება მე, რატო ვარ მე ასე. სხვები კარგად ცხოვრობენ. მე კი ასე ვარ, აი ასე ცუდღეში. რატომ ჩამაგდეს ამ დღეში მშობლებმა? ოჯახმა. ზოგიერთი ახალგაზრდა უიმედობის გამო ჩემი სტუდენტებიც კი მოსულა ჩემთან და I said, come on, let's sit down in my office. იმედი აღარ მაქვს. მოდი დავჭდეთ ვეუბნებიან. მოდი ველაპარაკ. რატო ბრაზდები ამაზე? Going to F. And you know, it's a bit comfortable. Let's talk. მოდი დაველაპარაკოთ ვეუბნებიან. Hear those stories. და შემდეგ ისინი მიყვებიან. და კარგად ჩანს ადამიანის ბუნება ამაში. უიმედობა. Losing who you are. საკუთარი თავის წმენის დაკარგვა. ზოგჯერ ნარკომანიასკენ გიბიძგებს. რადგანაც ნარკომანია რა არის? ხშირად ხდება ეს, რადგან გავიწყებს ამ წარი სინამდვილეებს. ან კრიმინალი ხდები, დანაშაულებრივ გზას ერჩევ. ანუ იგი გიბიძგებს რამისკენ, რაც გავიწყებს წარი რეალობას და მე ვხედავ, რომ ახალგაზრდა მუსულმანები ძალიან იმედგაცრუებულები არიან, უიმედოები. აი იმ მდგომარეობით უკმაყოფილები, რომელშიც იმყოფებიან დღეს მუსულმანები. აი მეც კი ჭაღარა მაქვს. როდესაც მიმოვიხედავ. აი ეს არის ისლამი, ეს არის მუსულმანობა. ისლამი, რომელმაც ააშენა კაცობრიობის ცივილიზაცია და ეს არის მხოლოდ მეტირება. But for young generation they are full of ახალგაზრდებისათვის, რომელსაც სავსეა ენერგია. I don't have that energy. რაც მე მაკლია. ახალგაზრდას კი აქვს. აი თქვენ გაქვთ. თქვენ ბევრი ენერგია გაქვთ. ისინი ცდილობენ გამოსავლის პოვნას და მე ვფიქრობ. Mostly it is because of education, because of poverty, because of the regimes, the way their policies are. პოლიტიკის რეჟიმების პრობლემა. დემოკრატიის ნაკლებობის გამო. And also Western supremacy. დასავლეთის ზეობა, დასავლეთის ჩარევა. Western supremacy, Western interference. I want to say one thing about აღმატებულობა. From the very beginning I said, მაგალითად მინდა გითხრათ, you may remove Saddam Hussein but don't destroy the infrastructure. მაგალითად what if I would have been asked it as an advisor? ჩემთვის რო შეეკითხებოდნენ მე შევეკითხეთ but kept the military
უბრალოდ სადამს მოვაშორებდი, ხოლო სამხედრო ინფრასტრუქტურას დავტოვებდი. და შემდეგ ამას ვაკონტროლებდი და შემდეგ ნელ-ნელა რომ დემოკრატიული გახდა. მთელი ბრიტანეთის ისტორია ესეა. ბრიტანეთის პარლამენტი ერთ დღეში არ შექმნილა, საუკუნეები დაჭირდა რომ პარლამენტი გახდარიყო. ანუ ნელ-ნელა გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურის დანგრევა და ხელახლა აგება ძალზე რთულია. სწორედ ეხება ლიბიაში. ანუ მათ უცებ მოინდომეს ყველაფერი. ამიტომაც ვამბობ მე რომ დებო დამშვიდით იმას უნდა კარგავთ ნელ-ნელა გადადეთ რეალურ დემოკრატიაზე. ძალიან მტკივნეულია. მაგრამ იმედი არსებობს. ადამიანი იმას არ უნდა კარგავდეს, მე ვფიქრობ, რომ ეს უიმედობა უმწეობა მიგვიყვანს მუსულმანურ რეფორმაციამდე, დემოკრატიულ რეფორმაციამდე, განათლების რეფორმაციამდე და ახალი საგანმანათლებლობრივი It is said in the books in Western მაგალითად დასავლეთ მეცნიერთა წიგნებში წერია და სხვა წიგნებში რომ the West was living in dark წერია რომ დასავლეთი როცა ცხოვრობდა სიბნელეში მუსულმანობა ცხოვრობდა სინათლეში ანუ მუსულმანი თომა აკვინელი სხვა რეფორმატორები შუა საუკუნეების classes in Islam and how ისინი სწავლობდნენ მუსულმანურ რელიგიას და მთელი რეფორმატორული მოძრაობა და რენესანსი წამოვიდა. The Muslim frustration is there. კი, ეხლა დღეს გაიზარდა დასავლეთის გავლენა და არსებობს კიდევ უიმედობა მუსულმანებში, მაგრამ ჩვენ და მშვიდად მოთმინებით მოვეკიდეთ და მთელი ეს სიტუაცია განიმუხტება, შეიცვლება გარემო და იმედია დემოკრატია გაიმარჯვებს ახლო აღმოსავლეთში. ძალზე რთული ლიბია, სირია, ერაყი, იემენი. მეტირება. მაგრამ დასავლეთმა გაიარა ეს გამოცდილება. სხვა ქვეყნები დასავლეთ ევროპაში. ანუ ყველა ქვეყანას თავისი საკუთარი ისტორია აქვს, ყველა რეგიონს აქვს საკუთარი ისტორია. იმედია ეს მიგვიყვანს სადღაც, რადგანაც თავისი ბუნებით ადამიანს არ სურს ძალადობაში ცხოვრება. ყველა რელიგია, მათ შორის ისლამიც, გვასწავლის, რომ ადამიანი ბუნებით არის მშვიდობიანი, რადგანაც იგი წარმოადგენელია ღმერთისეული მშვიდობისა დედამიწაზე. ანუ And if you look to the concept of Lucifer or the concept of aristroebiti, guerditi moulena, tu shekhedavt satanis tsnebas religიაში Luciferis, ეს არის შემოტანილი. ანუ ადამიანი ბუნებით არის კარგი, ხოლო ძალადობა ეს არის გარედან შემოტანილი. კარგავს ადამიანი გარე გავლენით თავის სიკარგეს და პოროტი ხდება, ძალადობრივი ხდება. მე ვეუბნები მუსულმანებს და სხვებსაც მოთმინებით აღიჭურვეთ და გარდა ამისა განათლებულები იყავით. განათლება ახალგაზრდათაობისა აუცილებელია რომ ვასწავლოთ, ეს არ არის ისლამი. რადგანაც ეს არის შენდობის, მშვიდობის რელიგია, სიყვარულის რელიგია. წყალობის რელიგია, ანუ ღვთის წყალობა მოიცავს ყველაფერს. ასე ამბობენ არაბულად. და ეს ყველაზე წყალობელი. ანუ ასეთი უნდა იყოს მუსულმანი და სწორედ ყველა ადამიანს მოეთხოვება იყოს მიმტევებელი. ანუ მერთო მაბადია თუ შენ არ შეუნდობ თუ შენ არ ხარ წყალობელი მაშინ ღმერთის წყალობის იმედიც არ უნდა გქონდეს. ჩვენ გადავაჭარბეთ ყველანაირ დროს, მაგრამ მე მსურს კიდევ ერთხელ მოგცეთ შესაძლებლობა, თქვენ გაქვთ რაიმე წუთი თუ დაგრჩათ რაიმე სათქმელი ქართული საზოგადოებისთვის, თქვენ გაქვთ 2 წუთი ამის სათქმელად. What we are doing is I brought this book. We have started in dialogue of academicians, Christian, Jewish, Muslim academicians. We are doing series of conferences. Ekumenistori dialogit, Christianuli, I'm more concerned about Jewish, Muslim, Christian because
იუდაისტური და მუსულმანური. In the Eastern world, I mean, თუ შეხედავთ სოფლიოს Hinduism, Buddhism, and Islam, especially. ძირითადი პრობლემები არა აზიაში და აღმოსავლეთში. არამედ აქეთკენ აბრაამისტულ სამყაროში, აბრაამულ სამყაროში. ამიტომაც ეს ასახავს სხვადასხვა კონფერენციებს ეს წიგნი. To create interfaith forum for all faith. და მე ქართველებს ურჩევდი, რომ შეიქმნას წმენდთა შორის ფორუმი, განსაკუთრებით მართლმადიდებლებს და მუსულმანებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის პატრიარქოს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა მუსულმანური იერარქების როგორც ამერიკაში კათოლიკური ეკლესია იქ უფრო ძლიერია. ჩვენ ერთად მოვწერეთ ხელი ამ დოკუმენტს კათოლიკურ ეკლესიას და მეჩეთებს მუსულმანებს შორის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი აყალიბებს გარკვეულ პრინციპებს ურთიერთქმედების It's our religious responsibility. ეს ჩვენი მოვალეობა, მორწმუნეთა მოვალეობა. თუ ჩვენ ერთად არ ვილაპარაკებთ, ერთად არ ვიმუშაობთ, არ ვიღვაწებთ, მაშინ სხვებს ვერ დავაბრალებთ. It's important for us if we are God's people. მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ღმერთის ხალხი ვართ, თუ ჩვენ ღმერთს ვეკუთვნით. To behave godly as coexistence. და ჩვენ გადაგებდეთ თანაარსებობას, მშვიდობას, არასიძულვას. და brotherhood, sisterhood, ძმობის, coexistence, თანაარსებობის განვითარებას. მე Georgian will enjoy their life. მე they will love the country, they will love different religions. საქართველოს მიაღწევს ამას. აქ არის ბევრი რელიგია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ტოლერანტობის ძალიან დიდი გამოცდილება. თქვენ ნახავთ თბილისში ქუჩას, სადაც მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია და ასე შემდეგ ერთად არის თავმოყრილი. ჩვენ გარკვეულ წილად გვაქვს ვართ შესაგუებელი დემოკრატიის თანამედროვე პრინციპებთან და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამ გაკვეთილს ძალიან მალე ისწავლის. მე გისურვებთ მშვიდობას და მე მინდა, რომ ერთად აი აქ ჩვენ დავგმოთ როგორც ისლამოფობია, ისე ქრისტოფობია. Very true. And I'm very thankful to you. დიდი მადლობა. And I think all this Christophobia, Islamophobia, anti-Semitism, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, ეს არის გაუგებრობის, უწიგნურობის ბრალი. With working together. განათლებით ერთად მოღვაწეობით ჩვენ ამას დავძლებთ. მე ძალზე მიხარია, რომ მეუბნებიან, რომ ქართველები ტოლერანტოლებები. We say respectful tolerance. ამერიკაში მარტო ტოლერანტობას არ ამბობ, არამედ პატივისცემი ტოლერანტობას, ანუ პატივისცემა and the face of the other is charity. ეს არის ქველმოქმედება, სწორედ. Spread the smiling. გავრცელეთ მშვიდობა, გავრცელეთ ღიმილი. So I'm really pleased and I'm sure that Georgian დარწმუნებული ვარ, რომ will take initiative. One other thing, last point for my Georgian brothers and sisters. ამას შეძლებენ და კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა. სხვებთან დაკავშირებით უფრო დიდი ხდები. როდესაც სხვების გეშინია უფრო პატარავდები. ნუ გეშინიათ სხვების. დაუკავშირდით, დაესაუბრეთ. სადეთ რო გაერკვეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. Thank you. The pleasure is all. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ. I'm thankful to my hosts who are here with me and who has given me this opportunity. დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს ამ შესაძლებლობისთვის ასევე. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.